აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავ რჩება ამერიკისთვის ინტერესის ერთ-ერთ სფეროდ, ინტერესის საგნად, რაც არის მისასალმებელი, მეტად იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით ძალიან კარგად და ვხედავთ თუ რა ჩადის ეს რეჟიმი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო კვლავაც რჩება როგორც ინტერესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და საგანი. ამავე დროს ცხადია, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის მხარე მოითხოვს ძალიან კონკრეტულ ქმედებებს იმისათვის, რომ სრულფასოვანი ურთიერთობების ნორმალიზება და გადატვირთვა გახდეს შესაძლებელი და რასაკვირველია, ეს არის ისეთი ტიპის ქმედებები, რაც არის თითოეული ქართველის ინტერესში, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და ისეთი ტიპის ქმედებები, რომელსაც ჩვენც მათ შორის მოვითხოვთ უკვე წელიწად ნახევარია ამ რეჟიმისაგან და რასაც მოითხოვს დემოკრატიული პროტესტი ამ რეჟიმისაგან. ჩვენ ცხადია ვხედავთ იმ სწორ სულისკვეთებას, რასაც ლელო ძლიერი საქართველო იცავს უკვე წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც არის ის, რომ არც ერთი ბრძოლის ინსტრუმენტი არ უნდა იქნას გაშვებული, არც ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ რეჟიმი იქნას დასუსტებული და განდევნილი, არ უნდა იქნას გაშვებული. ბოიკოტი და არჩევზე უარის თქვა ვერ იქნება სწორი გზა წინ იმისათვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს და რასაკვირველია, ეს არის სწორედ ის, რასაც აკეთებს და ამბობს ლელო უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას, რომელიც ძალიან მკაფიოდ შავით თეთრზე ამბობს, რომ პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური ბრძოლის ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რეჟიმი იქნას, რა თქმა უნდა, განდევნილი და იმისათვის, რომ პოლიტიკური წარმომადგენლობა, ანუ ხალხის ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში გახდეს შესაძლებელი. ამერიკის პრიორიტეტი არის სრულიად მკაფიო. საქართველოს სჭირდება სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტები, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობასაც და რა თქმა უნდა, წარმომადგენლობის პრინციპის დაცვასაც, ვინაიდან რადგანაც ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე პოლიტიკური სტაბილურობა არ არსებობს.